ოლიგარქის მთავრობაში ცვლილებებია. რეჟიმის მსახურება ანრი ოხანაშვილს დაუფასდა. რუსული კანონის მხარდამჭერი ოხანაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურად და სამსახურის ხელმძღვანელად ინიშნება. გრიგოლ ლილუაშვილი კი რეგიონული სამინისტროს ხელმძღვანელად ინიშნება. ეს ცალკე სამინისტრო იქნება, რომელიც ინფრასტრუქტურას გამოეყოფა. ამ უწყებას კვლავ ირაკლი ქარსელაძე უხელმძღვანელებს. რაც შეეხება იუსტიციის სამინისტროს, ამ პოსტზე ოლიგარქი პაატა სალიას ნიშნავს. ის პარლამენტში ღალატის კომისიის წევრი და პროპაგანდისტური რუსთავიორის ყოფილი გენერალური დირექტორია. სალომე ლაბაძე მუშაობს თემაზე. სალომე, ეთერში ხარ. ასე ქართული ოცნება არჩევნებისთვის ემზადება. ეს არის პირველი შეფასება, რომელიც უკვე მოჰყვა ირაკლი ყობახიძის განცხადებას სამთავრობო ცვლილებების შესახებ, რომელთაგან განსაკუთრებულ ყურადღებას ამ თვალსაზრისით იქცევს ახალი უწყების, ანუ რეგიონული განვითარების სამინისტროს ჩამოყალიბება და ამ სამინისტროს ხელმძღვანელად ახალ უკვე სუსის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის გადანაცვლება. ლილუაშვილს, როგორც ეს ყობახიძემაც აღნიშნა დღევანდელ ბრიფინგზე, ოქტომბერში უფლებამოსილების ვადა ეწურებოდა და ქართული ოცნება კანონის შესაბამისად ვეღარ შეძლებდა სუსის უფროსის პოსტზე მის კიდევ ერთხელ დამტკიცებას. თუმცა, როგორც ივანიშვილის ყოფილი თანაგუნდელები უკვე წერენ სოციალურ ქსელში და საუბრობენ მედიასთანაც, მიუხედავად იმისა, რომ სტატუსი ეცვლება ახალ გრიგოლ ლილუაშვილს, ის სინამდვილეში არსადაც არ მიდის და ქართული ოცნებისთვის ისევ სუსის უფროსის ფუნქციების შემსრულებლად დარჩება. ამ ფუნქციების შესრულება კი პირველ რიგში ეს ოპოზიციის განმარტებით ნიშნავს ქართული ოცნებისთვის დახმარების გაწევას არჩევნების გაყალბების საქმეში, მათ შორის რეგიონულ დონეზეც და ამდენად ლოგიკურიცაა, რომ ადგილობრივი არჩევნების წინ ქართულმა ოცნებამ რეგიონული განვითარების სამინისტროს უფროსად სწორედ სუსის ყოფილი ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი დანიშნა და ეს იმის მიუხედავად, რომ აქვე აღნიშნოთ ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი ამ არჩევნებში მონაწილეობას საერთოდ არ აპირებს, თუმცა აშკარაა, რომ ქართული ოცნება არჩევნებისთვის მაინც საგანგებოდ ემზადება. გრიგოლ ლილუაშვილის ნაცვლად კი სუსის უფროსის პოსტს დაიკავებს, როგორც უკვე აღინიშნა, ანრი ოხანაშვილი, რომელმაც ქართული ოცნების ერთგულება მრავალწლიანი მუშაობით დაადასტურა ჯერ პარლამენტის დეპუტატის სტატუსით, შემდეგ კი უკვე ივანიშვილს ემსახურებოდა რამდენიმე თვის განმავლობაში იუსტიციის მინისტრის სტატუსითაც. ბიძინა ივანიშვილი ცდილობს ორი კურდღელი დაიჭიროს ერთდროულად. ერთის მხრივ პირდაპირ შექმნა არჩევნების სამინისტრო, ეს სხვა არაფერია, თუ არა არჩევნების სამინისტრო, განსაკუთრებით ადგილობრივი არჩევნების წინ. და ლილუაშვილს დაავალებენ უკვე ოფიციალურად და ფორმალურად იმას, რასაც აკეთებდა ბოლო არჩევნების დროს და მეორე გამოიყენებს ამ დანიშვნას დასავლეთისთვის იმის სათქმელად, რომ აი თითქოს ერთი ბარტყი გადაუგდოთ. ვფიქრობ, რომ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ოხანაშვილი ინიშნება სუსის უფროსად, იმიტომ რომ ის არის უბრალოდ გაგრძელება ირაკლი ყობახიძის პირდაპირ მნიშვნელობით ამ სიტყვის და შესაბამისად მოვლენების ყველაზე უფრო ცუდი სცენარით განვითარების პირობებში სრულფასოვნად შეუძლია, ასე ფიქრობს ყოველ შემთხვევაში, შეიძლება ივანიშვილს ხელი შეაწმინდოს უკვე ყობახიძეს. სინამდვილეში სუსი გააგრძელებს ფუნქციონირებას რეგიონული სამინისტროს სახელით. სუსის რეალური უფროსიც ისევ ლილუაშვილია. ვადა გაუვიდა, გადაალაგეს სუსიცთან გაატანეს არჩევნების გაყალბების უმთავრესი ფუნქციით. ოცნება ემზადება ადგილობრივი არჩევნებისთვის. სუს მთავარი როლი ჰქონდა 26 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებაში. ახალი არჩევნებისთვის გარემოს გაუმჯობესების ნაცვლად გაყალბების პრაქტიკები ახალ მწვერვალებს მიაღწევს. ქართულმა ოცნებამ მარტივად მოუძებნა შემცვლელი ანრი ოხანაშვილსაც. საყურადღებოა, რომ იუსტიციის მინისტრის პოსტს ოხანაშვილის ნაცვლად დაიკავებს პაატა სალია, რომელიც ქართული ოცნების იმ კომისიაშია ჩართული, რომელსაც თეატრულიანი ხელმძღვანელობს და რომელიც გეგმავს, რომ აგვისტოს ომის საქმეზე რუსეთისთვის სასარგებლო დასკვნა დაწეროს. სწორედ ამ დასკვნის ხელმომწერი პაატა სალია გახდება სულ მალე ანრი ოხანაშვილის შემცვლელი და ის დაიკავებს იუსტიციის მინისტრის პოსტს. აქვე აღნიშნოთ, რომ ირაკლი ყობახიძემ დღეს ეს სამი სამთავრობო ცვლილება ისე წარადგინა, რომ არც პაატა სალია, არც ანრი ოხანაშვილი და არც გრიგოლ ლილუაშვილი მის გვერდით ამ ბრიფინგზე არ მდგარან.